ოზურგეთელი მძლეოსნები პირველ ლიგაში 6 სპორტსმენის შემადგენლობით მონაწილეობდნენ. მათ შორის სოფო შათირიშვილი, რომელიც ბირთვის კრაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და დიდების მესამე თანრიგი შეასრულა. ქალაქ თბილისში ჩატარდა რესპუბლიკური პირველობა მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით პირველ ლიგაში ოზურგეთელი მძლეოსნები. ახსენებს 6 სპორტსმენის შემადგენლობით, მათ შორის წარმატებით იასპარეზა შათირიშვილმა სოფომ, რომელიც ბირთვის კრაში გახდა საქართველოს ჩემპიონი და დაჯილდოვდა შესაბამისი ხარისხის დიპლომით და მედლით. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი წარმატებით, მაგრამ შედეგს მეც ველოდი და იმედია, ეხლა ეროვნული შეჯიბრი ტარდება და მივაღწევ ჩემს წარმატებას. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვინც გვერდით მეტ გამშეჯიბრის დროს და პირველ რიგში მარინა მასწავლებელს. აღსანიშნავია ოზურგეთელი მძლეოსანის ნიკა კარტავცევის წარმატებაც. ბელორუსიაში გამართულ ღია ჩემპიონატზე, სადაც 8 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ნაკრები გუნდი 25 სპორტსმენის შემადგენლობით მონაწილეობდა, ნიკამ 400 მეტრ ბენაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ამით ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ გამარჯვებით მას სპორტის ოსტატობის ტიტული მიენიჭა. ძალიან მნიშვნელოვანია ოზურგეთელი მძლეოსნების წარმატება. მიულოცავ მწვრთნელებს, ყველა სპორტის მისწევრებს, მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ტურნირზე ამ ბოლო პერიოდში ჩვენ არ ვართ გათამამებული მიღწევებით და ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კარტავცევი მომავალ შეჯიბრებებზეც უფრო გამაჯერებლად და ძალიან წარმატებულად გამოვა.